ესეთი ამოცანით გავართ ერთად, შეუძლია საკუთარი აზრის და წმენის დაცვა და პირველ რიგში რაც მინდა გითხრათ, აუცილებელია ვართ გაიღლები უკავს მოგიხსდი, შერივას გიზავ, შექვას გესვრი. უნდა იყოს ადამიანი, ყველა ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში, ვიღაცას მოწონს ერთი, სხვას მოწონს მეორე. საქმეს გავაკეთებ. უფრო წინ წავა ეს ქვეყანა. ადრე არასდროს არც ერთ ოპოზიციას ღიად არ უთქვია, რომ რაღაცაში მთავრობას გვერდზე დაუდგებოდა. თუ 1000 ლარიანი ვაუჩერი რო დავაბრუნო. ძალიან ვაფასებ იმას რომ ერთად. აი ეს არის ჩვენი ბრძოლა და როცა მე სიტყვა ბრძოლას ვამბობ ხოლმე. გარვები, აბა დავიწყეთ აქციები, ქუჩა დავკეტოთ კი არ ჭირდება. ახალი მთავრობა თუ რამე არასწორად კეთდება, მარი საქმე გააკეთოთ. გვერდზე დაუდგები და ვიტყვი რომ ყოჭახ. სამწუხაროდ თავარი რითაც ხასიათდება სიტუაცია ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში არა მხოლოდ ქედაში ან აჭარაში, არამედ მთლიანად საქართველოში გახლავთ ძირითადად შეჩერებული პროექტები, გაუკეთებელი საქმეები და შეუსრულებელი დაპირებები. სწორედ ესაც უხებს ადამიანებს და ესაც უხებს მოსახლეობას, რომ ისინი ვერ იღებენ ყველაფერ იმას, რის გამოც 1 წლის წინ ხმამიცეს ახალ მთავრობას. ამიტომ მე მიმაჩნია და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი პრეზიდენტის მთავარი ამოცანა იქნება ხალხთან ერთად და ხალხის სახელით გააკონტროლოს მთავრობა, იმუშაოს მთავრობასთან ერთად და გააკეთოს ყველაფერი, რომ ბოლოს და ბოლოს კონფრონტაციიდან, ჩხუბიდან და დაპირისპირებიდან მთავრობა და ხელისუფლება გადავიდეს საქმის გაკეთებაზე, გადავიდეს დაპირებების შესრულებაზე და ამ გაკეთებული საქმით და შესრულებული დაპირებებით უკეთ იცხოვროს ჩვენმა ხალხმა. აი ეს არის დღეს მთავარი ჩემთვის, არავინმეს ლანძღვა, არავინმეს გინება, არამედ საუბარი საქმეზე, საქმის მოთხოვნა მთავრობისგან და ხალხის საკეთილდღეოდ ამ საქმის გაკეთება. აი ეს უნდა იყოს მთავარი, რაც უნდა შეეძლოს მომავალ პრეზიდენტს. კამპანია, რასაც მე ხა ვაკეთებ, აქ არ ვარ ნამყოფი, არ ვიყავი აქამდე ნამყოფი და ეს არის იმის გამოხატვა, რომ ამ სოფელში ადამიანებმა ყველგან უნდა იცოდეთ, რომ რაც შეეხება შინაარსს, სიგაში 10 წელია პოლიტიკაში ვარ და ადრე ყველა მიჩვეული იყო, რომ გვერდშიც დაუდგები, დავეხმარები კიდეც, ყველაფერსაც გავაკეთებ. თვითი კაცი რო იყოს პარლამენტში. დღესაც გეტყვით, ჩემი ხედვით, ჩემი შეფასებით, ამ ქვეყანას დღეს ჭირდება გამთლიანება. დამთავრდეს ის, რომ ხალხი გაიყო ესენი და ისინი. წავალთ შერიგებისკენ, ერთად დგომისკენ, გაჭირვებას უნდა ვებრძოლოთ, უმუშევრობას უნდა ვებრძოლოთ. და არეულობა არ ჭირდება, სიმშვიდე და საქმის გაკეთება ჭირდება. ასე კარგი პოლიტიკოსი ის კი არ არის, ვინც სადღაც ტელევიზორში დებატში დაუჯდება და მეორე მხარეს გალანძღავს, გათათხავს. ოდრაზე მე ამას არ ვამბობ და ხანდახან უკვირთ. მაგივრად, მაშინ ეჭხუბა ჩვენთან იმაზე, რომ და ის 1000 ლარიანი ვაუჩერი მიიღოთ. უკეთესობა იყოს და წინსვლა იყოს.